რამდენიმე წამში ვიგრძენით, რომ კარებზე ჯაჯგური დაიწყო ყველა მხრიდან, წინაც ხედავდით, უკანაც ხედავდით, სავსე იყო ჩვენი ფანჯრები აი ამათი სახით და გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და გვირტყავდნენ. თუ ჩაგვილეწავდნენ ფანჯრებს, მეშინოდა რომ დააზიანებდნენ ცხოს, სიგნალებდით, მხარდაჭერას უცხადებდით აქციის მონაწილეებს და ვიძახდით იმ სიტყვებს, რომელსაც ყველგან გავიმეორებ ყოველთვის. ცეცხლი ოლიგარქიას. საგზაო წესებიც არ დაურღვევია მანქანას, რომელიც მოდიოდა. ერთადერთი იყო, რომ პარკინგის ადგილი ვერ ვიპოვეთ და კიდევ ერთ წრეზე წავედით, რომ იქნებ ეხა მაინც გვეპოვნა, რომ რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით აქციასთან ეს იყო და ეს. ჩემთვის პირადად დიდი ხანი გრძელდებოდა ეს ჯაჯგური, აი ეს რტყმა და მთელი ძალით ურტყავდნენ ესენი მანქანას. თუ ესე გავეშებით მათ შეუძლიათ ურტყან ფანჯრებს, ხვდები როგორი დაუნდობლები არიან ადამიანების მიმართ. ყველაფრით ცდილობენ, რომ ფიზიკურად გაგანეიტრალონ. ამითი ცდილობენ, რომ დაანახონ ხალხს, რომ თუ საკმარისად ხმამაღლა ისმის შენი ხმა, პრობლემები შეგექმნება. მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნო თავი და მაქსიმალურად ბევრი მიზეზი გქონდეს, რომ იფიქრო, რომ კაი მოდი გავჩერდები და არ ვიცი, დინებას გავყვები და იქნებ ამითი დავიცვა თავი და სიჩუმე არ არის თავდაცვა.